წერედ ზღაპარიყოს YouTube არხი. ერთ ტყეში, სადაც ხეები ცამდე იზრდებოდნენ, ცხოვრობდა ერთი კურდღელი. ის ტყეში ყველაზე სწრაფი იყო. ისეთი ძლიერი ფეხები და სწრაფი ნახტომი ჰქონდა, რომ საკუთარ ჩრდილსაც კი ეჯიბრებოდა. კურდღელს ძალიან უყვარდა ტრაბახი. როცა სხვა ცხოველებს ხვდებოდა, მუდამ გაიძახოდა. მიყურეთ, ტყეში ვერავინ დამეწევა. მე ვარ სისწრაფის მეფე. ცხოველები უკვე დაიღალნენ მისი ქედმაღლობით, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ბოლოს და ბოლოს ის მართლაც ძალიან სწრაფი იყო. ერთ დღეს, როცა კურდღელი კვლავ თავის სისწრაფეზე ამაყობდა, მოულოდნელად მშვიდი ხმა გაისმა. მე შეიძლება არ ვიყო სწრაფი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია რბოლაში მოგიგო. თქვა კუმ. ტყე დადუმდა. ყველა ცხოველი კუს მიაშტერდა. ის ნელა მოძრაობდა, მძიმე ბაკანი ჰქონდა, მოკლე ფეხები, ისე ნელა მიდიოდა, თითქოს დრო თავადელოდა მას. კურდღელი ახარხარდა. შენ, მე მჯობნი, რასასაცილოა, თვალის დახამხამებაში დაგტოვებ უკან. მაგრამ კუ არ იცინოდა. იგი სერიოზულად უყურებდა კურდღელს და უთხრა. ვირბინო თვალ, ტყეში, ტბის ირგვლივ, ფინიში იქნება დიდ მუხასთან. მელია, რომელსაც ტყეში სამართლიანად თვლიდნენ, სიამოვნებით დასთანხმდა, რომ რბოლის მსაჯი ყოფილიყო. მეორე დილას ტყე სავსე იყო მღელვარებით. ყველა ცხოველი, ჩიტები, ციყვები, ირმები და მელიები შეკრებილიყვნენ, რომ ეს უჩვეულო რბოლა ენახათ. სტარტის ხასთან იდგნენ კურდღელი, ენერგიული და მხიარული, და კუ, წყნარი და მშვიდი. მელიამ ფოთოლი დროშასავით ასწია და დაიძახა. მოემზადეთ. ყურადღება, დავიწყეთ. კურდღელი ელვის სისწრაფით გაქანდა. ის გარბოდა ხეების მიყოლებით, ხტებოდა ქვებზე, უქროდა ტბას, მალევე იმდენად შორს იყო, რომ კუც ვეღარ ჩანდა. კურდღელი შეჩერდა, უკან გაიხედა და გაიღიმა. ის ალბათ ჯერ სტარტზეც არ გასულა. დრო მაქვს, ცოტა დავისვენო. მოკალათთა ხის ქვეშ ჩრდილში, თბილ ბალახზე წამოწვა, თვალები დახუჭა და მალევე ჩაიძინა. ამ დროს კუ განაგრძობდა გზას. ნელა, მაგრამ გამუდმებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ. იგი არ ჩერდებოდა და უკანაც არ ეხედებოდა. ტყის ხმაური ჩაცხრა, მზენელა გადიოდა ცაზე და კურდღელი ისევ ძილში იყო. თუმცა, მალე ერთმა ციყვმა წამოიძახა. კუ, უკვე ფინიშს უახლოვდება. კურდღელმა ყურები გააქნია, თვალი გაახილა და შეშფოთებული წამოხდა. რა? კუ! სწრაფად წამოხდა ფეხზე და გაიქცა ფინიშისკენ. მაგრამ როცა ფინიშს მიუახლოვდა, დაინახა კუ უკვე ფინიშის ხასთან მიდიოდა, ნელა და თავდაჯერებულად. კურდღელმა უკანასკნელი ძალები მოიკრიფა, მაგრამ გვიან იყო. კუმ ფინიშის ხაზი გადაკვეთა. მთელი ტყე აღფრთოვანდა. ცხოველები ტაშს უკრავდნენ, ჩიტები მღეროდნენ და ყველა გაოცებით უყურებდა გამარჯვებულს. კურდღელი მივიდა კუსთან და თავი დახარა. მაპატიე კუ, ძალიან ამაყი ვიყავი. მეგონა, ვერავინ მომიგებდა. კუმ გაუღიმა. შენ სწრაფი ხარ, მაგრამ ხანდახან მოთმინება და თანმიმდევრული შრომა ყველაზე დიდ შედეგს იძლევა. იმ დღიდან კურდღელმა ტრაბახი შეწყვიტა. იგი ისევ დარბოდა სწრაფად, მაგრამ სხვებს პატივს სცემდა. კუ და კურდღელი მეგობრები გახდნენ. ისინი ხშირად ერთად დადიოდნენ ტყეში. ნელა თუ სწრაფად, ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. და ბოლოს, არასდროს უნდა შევაფასოთ სხვები მათი გარეგნობის ან სისწრაფის მიხედვით.
მოთმინება, შრომა და თავდაჯერებულობა საბოლოოდ მოგებას მოიტანს. გამოიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი.